Გლავს საქართველოს რეკრეაციული სივრცეები უკანონო ავტოფარეხების ნაცვლად დედაქალაქის რამდენიმე უბანში ტერიტორიების მოსაწესრიგებლად მერიამ უკანონო ნაგებობების დემონტაჟი უკვე დაიწყო. Ლუცა ფიჩხნარაშვილის სიუჟეტი. კეკელიძის 25 ნომერში 26 ავტოფარეხი დაანგრიეს. ამ ადგილას ახლა რკინის კონსტრუქციებს მწვანე სივრცე ჩაანაცვლებს. მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ ხანაგობებზე, რათა მათი სურვილის შესაბამისად მოვახდინოთ დემონტაჟი ფარეხების და მის ნაცვლად მოვაწყოთ დასასვენებელი სივრცეები, ასევე რეკრეაციული სივრცეები, მათთან მათი შეხედულებისამე ვახორციელებთ პროექტებს და მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბაკის რაიონის გარდა ავტოფარეხების დემონტაჟი კიდევ რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს, მათ შორის სამგორში. იღებენ იმ ავტოფარეხებს, რომლებიც დაუკანონებელია ან ნებართვას მფლობელი გასცემს. ეს ყველა მაცხოვრებლისთვის მოსაწონია, ეზო გალამაზდება, რაც კეთდება, ამას მივესალმებით ყველას მოხწონს, ყველას გვინდა ერთხმად გადაწყვიტა ყველა აღება. ვარკეთილის ტერიტორიაზე სულ 48 ავტოფარეხი დაანგრიეს, მათ შორის რამდენიმე მეპატრონის ნებართვით. მოსახლეობა თვითონ ხედავს უკვე რომ ავტოფარეხების მაგივრად უფრო მეტი მანქანა კომფორტულად შერდება, მეტი საპარკინგო სივრცე ხდება და რაც ყველაზე მთავარი არის ძალიან ბევრი რეკრეაციული სივრცე ჩდება. შემდგომში უკვე ისეთ ლამას იერსახეს იღებს, ისეთი კარგი რეკრეაციული სივრცეები კეთდება მთლიანად სამგორის ტერიტორიაზე, რომ მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. ავტოფარეხებს იღებენ გლდანშიც. გლდანის მეოთხე მიკრორაიონში 112 და 110 კორპუსების მიმდებარედ გაიხსნება მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავის სისტემები და ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაო. იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით უკანონო შემოღობების პირველ სართულებზე, უკანონო მიშენებები, რომელიც დაინგრა. ყველაზე მეტად რაც მიხარია არის ის, რომ მოსახლეობის მხრიდან არის დიდი მზაობა ამ პროექტებთან დაკავშირებით, რომ განხორციელდეს. პროექტი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ავტოფარეხების დემონტაჟს სხვა უბნებშიც განახორციელებენ.